აპოლონ საუროქტონის სახელით ცნობილი პოლიკლეტეს ქანდაკებაში საყდენი, რომელიც ჰერმესის და დიონისეს ქანდაკებაში გაჩნდა, ხედავთ აქ უკვე შინაარსობრივ დატვირთვას იძენს და ეს ხვლიკი, რომელიც მიცოცავს ხის ტანზე, უკვე კომპოზიციის შინაარსობრივი, არა მხოლოდ ფორმალური ელემენტი, არამედ შინაარსობრივ სიმძიმეს იძენს. ამ ქანდაკების აღწერა პრინიუსთან ძალიან ზედმიწევნით არის გადმოცემული, რომელმა მწერალმა, მარციალმა ამ ქანდაკს აკრიბო ეპიგრამაც კი უძღვნა. პრაქსიტელე ამ ქანდაკებაში იძლევა აპოლონის სახის სრულიად ახლებულ უჩვეულო ინტერპრეტაციას. ძალიან ნორჩი ჭაბუკის სახით არის აპოლონი წარმოდგენილი, რომელიც მომზადებულია განგმიროს ხეზე ცოცავი ხვლიკი. ხის ტანი, ნახეთ აქ ღვთაების სიმაღლეზე უფრო მაღალია და ამითი უფრო მკაფიოდ იკითხება, უფრო თვალსაჩინოვდება აი ამ ჭაბუკის სხეულის პლასტიკური ჟღერადობა. ღვთაების ამგვარი კონცეფცია გამეთანხმებით, რომ სრულიად ახალია, სრულიად განსხვავებულია მაღალი კლასიკის პერიოდის ღმერთების ქანდაკებებისაგან, სადაც აქცენტი კეთდებოდა მათ დიდებულებაზე, მათ ღვთაებრიობაზე, რაღაცა საზეიმო პარადულ ამაღლებულ განწყობილებაზე, ისეთი საკმაოდ არაპოეტური საქმიანობის დროს არის გადმოცემული აპოლონი. და ეს ყოფითი ელემენტების შემოტანა პრაქსიტელეს ქანდაკებას უფრო აახლოებს ცხოვრებასთან, მეტ უშუალობასა და სითბოს ანიჭებს მას. და ერთი მომენტი კიდევ, რომელიც არასდროს არ შეგეშლება პრაქსიტელეს ქანდაკებებს, რაც ახასიათებს სხვა მოქანდაკეების შემოქმედებაში, არაგერევად, ეს არის ჭაბუკთა ფიგურებში რაღაცა ესეთი ქალურობის, სინაზის, განსაკუთრებული ელეგანტურობის და შეიძლება იმ ზღვარზეა თითქოს, აი ცოტა უფრო მეტი გადაჭარბებული დახვეწილობა, ცოტა უფრო მანერული დგომა, უკვე რაღაცა ქალურ საწყის წამოწევდა წინ, მაგრამ აი სწორედ დაცულია აქ ეს ზღვარი პრაქსიტელესთან. პრაქსიტელე ცნობილი იყო ასევე როგორც ქალთა მშვენიერი ქანდაკებების შექმნელი. მას აფროდიტეს პოეტსაც უწოდებდნენ, იმიტომ რომ აფროდიტეს ბევრი ქანდაკება აქვს შექმნილი. ყველაზე უფრო ცნობილი იყო მისი ორი ქანდაკება, ბერძენ მწერალთა გადმოცემით, ერთი კუნძულ კნოსისთვის იყო შექმნილი, ხოლო მეორე ქალაქ ნოდოსისთვის. პირველი მათგანი მხოლოდ მონეტებზე შემოგვჭა, ხოლო მეორე კი ძალიან ბევრი მრავალრიცხოვანი ასლებით არის ჩვენთვის ცნობილი. სპეციალისტები თვლიან, რომ ორიგინალთან ყველაზე უფრო ახლო არის ვატიკანსა და მიუნხენში დაცული ასლები. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში ეს ქანდაკება არის პირველი შიშველი ქალის სხეულის გამოსახულება. ეს არის ერთ-ერთი ასლი, ეს არის მეორე ვარიანტი და ეს გახლავთ სწორედ მონეტაზე კნიდელი ვენერას სახელით ცნობილი აფროდიტე კნიდელის მონეტაზე შემორჩენილი გამოსახულება. მოდით დავუბრუნდეთ ქანდაკების ასლს. დამეთანხმებით, რომ ეს ქანდაკება არაჩვეულებრივი ქალურობით გამოირჩევა, გაშიშვლებული ქალღმერთი ბანაობისთვის ემზადება, ნახეთ აი ხელში ქსოვილი, ქვემოთ ნახეთ აი როგორ ის ყოფითი ცხოვრებიდან ატრიბუტები შემოდის, ისევე როგორც აპოლონის შემთხვევაში, ესეც რაღაცა გაყინული, დისტანცირებული, ღვთაების სახე კი არ არის, არამედ როგორც აი რიგითი ჩვეულებრივი ადამიანი, ესეთი ბანაობის წინ არის გადმოცემული, ეს ძალიან ნიშანდობლივია ამ ეპოქისათვის. ბერძენი მწერლები საგანგებოდ აღნიშნავენ ამ ქანდაკებაში ქალღმერთის ღიმილის მომხიბლაობას და მისი მზერის ოსტატურად გადმოცემას. ეს ამ ასლზე ნაკლებად ჩანს, მაგრამ მოდით შევხედოთ. ასლია ესეც პორტრეტი, მაგრამ დავტკბეთ ამ ქანდაკის თუნდაც ასლის მშვენებით. ამ პერიოდის მესამე დიდი მოქანდაკეა
ლისიპე მის შემოქმედებაში გააღრმავდა და კიდევ უფრო განვითარდა სკოპასისა და პრაქსიტელეს მხატვრული მონაპოვრები, მხატვრული ხედვა. ლისიპე გვიანი კლასიკის ყველაზე უფრო მრავალმხრივი და თავისუფალი შემოქმედია ალბათ. მას თანაბრად ხელეწიფებოდა ქანდაკებაში მოძრაობის და სიმშვიდის გამოსახვა, ძალისა და სინაზის, ენერგიისა და რაღაცა ლირიზმის გადმოცემა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ერთი ლეგენდა, მასთან დაკავშირებული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლისიპე ყოველი ქანდაკების დასრულების შემდეგ ყულაბაში ოქროს მონეტას აგდებდაო და მისი გარდაცვალების შემდეგ ყულაბაში 1500 ოქროს მონეტა აღმოჩნდაო. ლისიპე პელოპონესის სხვა მოქანდაკეთა მსგავსად უპირატესობას მასალას გულისხმობ ბრინჯაოს ანიჭებდა. ცნობილია, რომ მან თავისი საქმიანობა სპილენძის დამუშავების ოსტატის შეგირდად დაიწყო და გაიარა ძალიან დიდი გზა აი ამგვარი შეგირდიდან ალექსანდრე მაკედონელის კარის მხატვრამდე. პლინიუსის მიხედვით, ლისიპემ ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტები ჯერ კიდევ მის ბავშვობაში შექმნა, რაც ადასტურებს მის მოღვაწეობის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 350 წელი. სხვადასხვა ისტორიული ცნობების შეჯერებით მეცნიერები ლისიპეს შემოქმედებას განსაზღვრავენ 350-300 წლებით. ლისიპეს შემოქმედების თავისებურებაზე ყველაზე უფრო მკაფიო შთაბეჭდილებას იძლევა მისი ბრინჯაოს ქანდაკების მარმარილოს რომაული ასლი, აპოქსიომენი, 330 წელს შექმნილი ათლეტის ფიგურა, ასპარეზობაში გამარჯვებული ათლეტის, საკმაოდ პროზაული საქმიანობის დროს არის გამოსახული. ნახეთ, ცალი ხელით, საფხეკით იშორებს იმ ჭუჭხს, ტვერს, რომელიც ასპარეზობის დროს მიეკრა მის სხეულს, მოგახსენებათ, სხვადასხვა ასპარეზობის დროს იზილებოდნენ სხვადასხვა ზეთებით და სირბილის თუ ბადროს ყორცნის დროს ეს აკრული ჭუჭყი, ესე საფხეკით იშორებს ათლეტი. გადმოცემით აპოქსიომენეს ორიგინალური ქანდაკება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იდგა რომში აგრიპას თერმებთან. იმპერატორ ტიბერიუს იმდენად მოსწონდა თურმე ეს ქანდაკება, რომ ბრძანა სასახლეში გადმოტანა, მაგრამ ხალხის ისეთი აღშფოთება მოყვა მის ამ გადაწყვეტილებას, რომ იმპერატორი იძულებული გახდა თავის ადგილზე დაებრუნებია ქანდაკება. ეს ფიგურა წარმოადგენდა თავისუფალ მდგომ ჭაბუკ ათლეტს. თუკი მეხუთე საუკუნეში პოლიკლეტეს წინაშე იდგა იდეალური სხეულის პროპორციული აგების სისტემის შემუშავების პრობლემა, კანონის, რომელიც მან სრულიად ბრწყინვალედ გადაწყვიტა დორიფორში, ლისიპეს წინაშე ცოტა სხვა ამოცანა იდგა. თუმცა კი აი ეს პროპორციული თანაფარდობა ფიგურის, იდეალური ადამიანის ფიგურის შექმნა ასევე აქტუალური იყო ამ დროისათვისაც და ამ შემოქმედისთვისაც, მაგრამ სულ სხვანაირად გადაჭრა ლისიპემ ეს ამოცანა. აპოქსიომენე ხედავთ, რომ სულ სხვა პროპორციული პრინციპით არის შექმნილი, რაც ჰერმესის ქანდაკებასთან დაკავშირებად ვთქვით, აქ ეს ტენდენციები, პროპორციული თანაფარდობა, სხეულის სხვადასხვა ნაწილებისა კიდევ უფრო გაზრდილია. ერთის მხრივ დასაშვებია, რომ რაღაცა ინდივიდუალური ნიშნებიც არის გადმოცემული, მაგრამ მაინც უფრო ზოგადად იმდროინდელი ადამიანის ფიგურის ესთეტიკური ფასეულობების ცვლილებასთან გვაქვს ალბათ აქ საქმე. ნახეთ, თავისუფალი დგომა, ეს რაღაცა პარადული ოფიციალური ქანდაკი კი არ არის, ესე იგი თითქოს რაღაცა ეპიზოდია, რაღაცა მომენტია, რომელიც შეიძლება მეორე წუთში შეიცვალოს. ეს არ არის რაღაცა სტატიკური, არადიულად გაყინული პოზა გადმოცემული. სხვა შორის მკვლევარები აი ამგვარ ფიგურებთან დაკავშირებით ხმარობენ
თავისებურ ტერმინს მოძრავიო წონასწორობა და მართლაც ნახეთ ცალი ფეხი უკან გაწეული, ოდნავ შემობრუნებული ტორსი, ცალი ხელია წინ გაწეული, მეორე მოღუნულია. ანუ ფიგურა სტატიკური არ არის, ამოძრავებული, თუმცა მოძრაობაში არ არის გამოსახული, მაგრამ მისი ჟესტი, მისი უკან გაწეული ფეხი, ოდნავ მობრუნებული, ნახეთ მკაცრი ფრონტალობა დარღვეულია. ანუ აი ამ უძრაობაშიც მოძრაობა ძალიან თავისებურად არის გადმოცემული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლისიპეს შემოქმედებაში კიდევ ერთ მომენტს. მისი ქანდაკებები, თუ შეიძლება ითქვას, იპყრობს, მოიცავს სივრცეს. ნახეთ, ისევ უკან გაწეული ფეხი, წინ გამოწეული ხელი, ანუ ეს რაღაც ორ ვიწრო სიბრტყეს შორის კი არ ცხოვრობს, თუ შეიძლება ითქვას ქანდაკება, არამედ მეტ სივრცეს მოითხოვს. ლისიპეს მიეკუთვნება ასევე დელფოში აღმოჩენილი ათლეტის აგიას ქანდაკება. იქვე აღმოჩენილი ბაზის წარწერის მიხედვით, ბაზაც ფიქრობენ, რომ ლისიპეს უნდა ეკუთვნოდეს. თუმცა ცნობილია, რომ ლისიპეს საყვარელი მასალა ბრინჯაო იყო და ამიტომ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბრინჯაოს ქანდაკების მარმარილოს ასლი შესაძლოა შესრულდა ლისიპეს სახელოსნოში მისი ხელმძღვანელობით, მაგრამ ვიღაცა სხვა ოსტატის მიერ. ძველი ბერძენი მწერლების ცნობით, ლისიპეს ქანდაკებების საყვარელი თემა ჰერაკლე ყოფილა. მათი ნაწერებით ვიგებთ, რომ ამ თემაზე ლისიპეს არაერთი ქანდაკება შეუქმნია. სამწუხაროდ, როგორც სხვა მოქანდაკეების შემთხვევაში, ლისიპეს შემოქმედებაზეც ჩვენ მხოლოდ ასლების მიხედვით გვიწევს ლაპარაკი. კიდევ ერთი ლისიპეს ქანდაკების ასლი, ეროსი, რომელიც შუბს იზიდება. ხედავთ, აი სწორედ ლისიპესთვის დამახასიათებელი პოზა, რთული სივრცობრივი მდგომარეობა ფიგურისა აქაც კარგად არის წარმოჩენილი. უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ის ცვლილებები, ის ძვრები, რაც განიცადა ბერძნულმა პლასტიკურმა ხელოვნებამ. მოდით შევხედოთ ამ ორ გამოსახულებას. ოლიმპიის ფრონტონის ერთ-ერთ ქანდაკს, კაცრ სტილს მიკუთვნებულს და ეს შავთეთრ ფოტოზე, ალბათ უკვე იცანით, ჰერმესის თავია პრაქსიტელეს ქმნილება. შემდეგი სემინარისთვის დავალება იქნება სწორედ ან კლასიკური ხანის, ან მკაცრი სტილის ქანდაკების შედარება გვიანი კლასიკური ქანდაკების ერთ-ერთ ქმნილებასთან.